ეს გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ, საღამო მშვიდობისა საქართველოს დედაქალაქი თბილისიდან. დღეს გადაცემა მონატრების ფერების მე-6 სეზონის ბოლო გადაცემაა. ჩვენ ამ გადაცემით ჩვენს ერთგულ მაყურებელს ვემშვიდობებით. მადლობა გვინდა გადაუხადოთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ 6 სეზონის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგა. მადლობა ჩვენს ქართველ ემიგრანტებს გულთბილი მასპინძლობისათვის და საკუთარი ემიგრანტული ცხოვრების გაზიარებისთვის, რჩევებისთვის, ნდობისთვის. მადლობა გადაცემის მთავარ პროდიუსერს ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს, რომელმაც მოგცა საშუალება ჩვენს ქართველ ემიგრანტებს შევხვედროდით. ქალბატონი ლიგია მუშკუდიანის დახმარებით ბევრი ქართველი ემიგრანტი გაიცნო მსოფლიომ. გადაცემათა ციკლი ქართველ ემიგრანტებზე მე-6 სეზონს ითვლის. ჩვენი სახსრებით შევძელით და ჩავედით ევროპის სხვადასხვა ქალაქში, სადაც ჩვენს ქართველ ემიგრანტებს შევხვდით და მათი ემიგრანტული ცხოვრების შესახებ გადაცემები ჩავწერეთ. ემიგრანტული ხვედრი ძალიან ძნელია, სამშობლოდან მოწყვეტილი ისევ და ისევ საკუთარ ფესვებზე ზრუნავდა უცხოეთის ცის ქვეშ მიმოფანტულ მარგალიტებს, ჩვენს თანამემამულეებს ეძებ, რათა მათ მისცე საშუალება თავიანთი სათქმელი თქვან. 1-2 წლით წასულმა ქართველმა ემიგრანტებმა, რომლებმაც სამშობლოს უნახავად, უცხო მიწაზე საუკუნის მე-4-ზე მეტი განვლეს. დიახ, ეს გადაცემა მონატრების ფერების პროდიუსერია, რომელიც მსოფლიოში მიმოფანტულ ჩვენს თანამემამულეებს, ქართველ ემიგრანტებს ეძებს, რათა მათი ხმა მსოფლიოს გააგონოს. დღევანდელი ჩვენი გადაცემა დაეთმობა ქალბატონ ინა ასანიძეს, რომელმაც გასული წლის სექტემბერში დიასპორის წარმომადგენლები დააჯილდოვა და მათ საუკეთესო დღეები მოუწყო. ქალბატონი ინა ასანიძე და მისი ორგანიზაცია 9 წელია ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტებს, მათ შორის დიასპორელების დაჯილდოების პროექტს. პროექტის ფარგლებში გაცნობიტი ხასიათის შეხვედრით სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი ემიგრანტები ბორჯომში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ქალბატონი ნატალია კვანტალიანი მასპინძლობდა. ჩვენი ორგანიზაცია უკვე მე-9 წელია ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს და მათ შორის ერთ-ერთი პროექტი არის დიასპორელების დაჯილდოება. პროექტის ფარგლებში ახლა ვიმყოფებით ბორჯომში 3 დღით, სადაც მასპინძლობს ნატალია კვანტალიანი. ეს ხო გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა, რადგან აქ იმყოფებიან ემიგრანტები 5 ქვეყნიდან. დაჯილდოება არის 13 სექტემბერს რუსთაველის ეროვნულ თეატრში. სულ 15 ნომინანტია. წელს სხვა წლებთან განსხვავებით არის ცვლილებები, რადგან ვთვლით, რომ ყველა წელიწადს ერთი ისტორიული ემიგრაციიდან გადაცვლილი დავაჯილდოთ და გავაცნოთ სამშობლოს მათი ღვაწლი, თუ რას აკეთებდნენ ისინი მიმდევ ქვეყნებში და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ცნობადობა ჩვენს ქვეყანაში, რადგან ისინი აკეთებდნენ იქ ქართულ საქმეს და უწევდნენ პოპულარიზაციას საქართველოს ჯერ კიდე საუკუნეების წინ. თანამემამულეთა დაჯილდოების ცერემონიალი დიასპორის ორგანიზებით გასული წლის სექტემბერში რუსთაველის თეატრში გაიმართა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდა ჩვენი გადაცემა მონატრების ფერების მთავარი პროდიუსერი ლიგია მუშკუდიანი. გადაცემა მონატრების ფერების პროდიუსერი ყოფილა, ვიდრე ჯილდოს გინავცემდა ზურა. ქალბატონი ლიგია მუშკუდიანი უნდა მოვიწვიოთ. საღამო მშვიდობისა. ყველანი ისეთი გამაზები ხარ.
ისეთი თბილები ხარ, და ხიგიყურებთ და გეერთვით რატომ მოგეუბნებით ამას. ერთი კვირა ვიცხოვრეთ სიზმარში. და ამიტომ რომ სიზმარი დამთავრდეს. ამ სიზმრის ავტორი კი გალტონინა და მისი მეგობრები არიან. ეს რაც გავაკეთე ყველაფერი არის ქართველი მიგრანტების დამსახურება საბერძნეთში. რომ არა ისინი, მე ამას ვერ გავაკეთებდი. პირველ რიგში გადავწყვიტე რომ გადამეჩინა საკუთარი თავი. და მე გადამეჩინა ქურთი ისე მიგრანტები და მე მგონი შევძელი. რადგან დღეს მე ამ სცენაზე ვდგავარ, ალბათ ეს შევძელი და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ქალბატონინას მიშენებელი ყველაფერი ეს მოგონდა ესე გოგერები. დიდი მადლობა. და ქალბატონ ილიას ჯილდოს გადასცემთ დეკა დეველოპმენტის აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი სოფო ნადირაძე. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დეკა დეველოპმენტი არის დღევანდელი ღონისძიების სპონსორი და რომ ეს ულამაზესი ჯილდოები, რომელიც დღეს გადაეცემა ჩვენს ნომინანტებს, სწორედ სამშენებლო კომპანია დეკა დეველოპმენტმა შეიძინა მათთვის. დიდი მადლობა თქვენ. ჩვენი გადაცემის საშუალებით გადაუხადო უდიდესი მადლობა. ქალბატონო და დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველაფრისათვის, მოფერებისთვის, ჩახუტებისთვის, აი ესეთი ლამაზი ზღაპრული დღეებისთვის, მთელი კვირისთვის და წეღანსცენაზეც ვთქვი, რომ ეს არის სიზმარი და არ მინდა რომ გავიღვიძო. მაგრამ ალბათ ყველაფერს აქვს დასასრული. თუმცა ყველაფრის დასასრულით იწყება მე დასაწყისი. მე მინდა ყველა ნომინანტს, ყველა ემიგრანტს მიულოთ, რომ ეს ჯილდო ყველა ემიგრანტის სახელით და ჩემი სახელით გადაგიხადოთ უღრმესი მადლობა. ეხლა მაინც ვერ მეჭხუბები და ვერ მეტყვით რატომ მიხდი მადლობასო, საჯაროდ გეუბნებით მადლობას და კიდევ და კიდევ ბევრი კარგი ქართული საქმე გეკეთებინოთ. ყოველთვის იცოდეთ, მე თქვენს გვერდით ვდგევარ, როდესაც აულა დაგჭირდეთ. ღონისძიებაზე 7 ქვეყანაში მცხოვრებ 17 წარმატებულ დიასპორელს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ. სცენაზე უნდა ვიხმოთ ქალბატონი ეკატერინე ტუჩაშვილი, რომელსაც რა თქმა უნდა, ჯილდოს გადასცემს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბატონი გიორგი ლოვსკი. მოგესალმებით, მადლობა. მე თვითონ არც მგონია, რომ ეს ინანტივია და მგონია, რომ ისე სტაპარში ვარ. სამი წლის წინ 19 წლის ემიგრაციის შემდეგ პირველად შემოვადგე ჩემს ქვეყანაში ფეხი და თავს ვხსნავდი როგორც ჩემი ქვეყნის ემიგრანტი. და დღეს ძალიან ამაყი, ძალიან გამართული და სრულყოფილი ქართველი მოქალაქე ვარ, რომელსაც ჩემი საყვარელი გახლავს სკოლაში. ეხლა მადლობა. დიდი მადლობა. საოცრად ემოციური დღე იყო, ემოციები დატვირთული, სიყვარულით დამოხტული. ქალბატონმა ინა ასანის ძემს საოცარი პროექტი შექმნა და მე კიდევ და კიდევ უფრო ვწმუნდები. პირველი დღე იყო ისეთი, რომ ძალიან ესეთი გაცნობითი ხასიათის, მაგრამ პირველივე დღეს მთელი სამეგობრო ჯგუფი ოჯახად ჩამოყალიბდა და საწუხარო არის, რომ რამოდენიმე დღეს ჩვენ ბრუნდებით ჩვენ ქვეყანაში და დავაგრძელებ სოციალური ქსელით ურთიერთობას. მაგრამ აი ეს დაჯილდოვება მნიშვნელოვანი არის უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანი უკვე ფიქრობთ, რომ ახალი რა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის. ბატონი ირაკლი რუსია მოიწვიოს სცენაზე. ძალიან ემოციური
სამშობლოში იდგე ამაყად ლაპარაკობდე ქართულად ღეროდე ქართულად ესაუბრებოდე შენს ლამას იჭიერ ქართველ ხალხს და მოღვაწეობდე საზღვარგარეთ მაგრამ იმედი მაქვს ვინც საზღვარგარეთ მოღვაწეობს და ეს პროექტი რომელიც ინა ასანიძის ხელმძღვანელობით ძალიან კარგად ხორციელდება ხალხი უკვე დაფიქრდა ბევრი ადამიანი დაფიქრდა რომ როგორ ჩამოვიდეთ საქართველოში როგორ დავბრუნდეთ და როგორ დავფუძდეთ და როგორ დავიწყოთ ახალი ცხოვრება ახალი მიზნებით რა თქმა უნდა მიყვარს ყველაფერი რაც აქ ხდება მაგრამ მიყვარს ყველაფერი რაც ჩემს სამშობლოში ხდებოდა ჩემს კერძო ჩემს კუთხეში აფხაზეთში ოჩამჩირეში სოხუმში და მოვა დრო ძალიან ყველა თბილად ტკბილად დაბრუნდებით და ჩვენ კიდევ ერთ ქართულ სიტყვას ვიტყვით ჩვენს მშობლიურ კუთხეში ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით შენ მიყვარს როგორ დასული შენი სოხუმი არ გამიწდება იცოდე ყველაფერი კარგად იქნება ძალიან მოხარული ვართ რომ დღეს შედგა ეს დიდი ღონისძიება ეს ღონისძიება ხელს უთმობს ყველა ემიგრანტს რომ გადადგას ნაბიჯი საქართველოში დასაბრუნებლად და აძლევს სტიმულს კიდევ ორჯერ და სამჯერ მეტი გააკეთოს თავისი სამშობლოსთვის თავისი ქვეყნისთვის და არ დაივიწყოს თავისი ფესვები, თავისი კულტურა, ხელოვნება, სპორტი და მე მინდა დიდი მადლობა მოუხადო ამისთვის ქალბატონ ინა ასანიძეს, რომელიც ძალიან დიდ საქმეს, ძალიან ეროვნულ საქმეს აკეთებს, დებატიჟებით ლას-ვეგასში, სადაც კიდევ ერთ ქართულ სიტყვას ვიტყვით. აბა რა, უნდა ვიცოქო და უნდა ვიმღეროთ, მაგრამ სანამ ლას-ვეგასში ჩამოვთ, მანამდე თქვენ ჩამოხვალთ ათენში, ხომ მოვილაპარაკეთ. დიდი მადლობა და შემდეგი გაჩერება, შემდეგი ჩვენი მოღვაწეობა საბერძნეთში, მერე უკვე ლას-ვეგასში. ქალბატონი ეკატერინე ჰორნი, დიუსელდორფიდან. დიუსელდორფიდან ქართველებს განსაკუთრებული ემოციური მოგავს, ისევ და ისევ. ხელმძღვანელობიდან ხომბინადე, მოზამბიკ. მე ყველაზე მეკურთან დაგიდის ხორასანში. ნახლა. ყველაზე დიდი მადლობა რომ მოგწანდით. ერთი რამის თქვა მინდა. ვინა ვარ და რა ვარ და სად ვარ, არ აქვს საერთო მნიშვნელობა. ჩვენ ყველა ჩვენ სამშობლოს როგორც ფესვები თან ვატარებს და ზუსტად ეს ფესვები რომელიც ჩვენი საკუთარი გვაქვს და დღეს არ გვყავთ ყველანი ერთად. ეს ჩემო არ არის მარტო ჩემი საკუთარი
დაიჯერებო. ეს ჯილდო არის ქალბატონო ინა. ყველა ორგანიზაციის წევრებო, ჩემო ვარსკვლავებო, ეს დღევანდელი დაჯილდოებულები არიან. ეს არის თქვენიც და საერთოდ ჩვენი სამშობლო საქართველოსთვის. დიდი მადლობა. ძალა ერთობაში ქართული ნათქვამია და ამის დღეს მივხვდი ამ გამონათქვამის მნიშვნელობას, რომ ჩვენ ყველა ემიგრანტი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მოღვაწეობენ, ყველა ჩვენ საქმეს ვაკეთებთ საქართველოსთვის და ზუსტად ეს უნდა საქართველოს გაძლიერება, საქართველოს გაერთიანება. და სადაც არ მაწავიდეთ, ვინც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ყოველთვის ჩვენი სამშობლო ყველგან დაყვება და დღეს ეს სიყვარული სცენაზე გამოვიტანეთ და დავანახეთ ყველას ჩვენ სამშობლოს, რომ ჩვენი არ დაგვიწყები არასდროს. ქალბატონი ანა ყურშაუშვილი. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წავიდეს, იმ კუთხესაც ამშვენებს ქართული სულით, ქართველი ქალის კდემამოსილებით, აკიოსნებით, ერთგულებით, შრომის მოყვარეობით და მე მიხარია, რომ ყველა ქართველი ქალბატონი, ვინც უცხოეთში წავიდა სამუშაოდ, ქართულ საქმეს გადაარჩინა, ქართულ საქმეს მიუძღვნა თავისი ემიგრანტული ცხოვრება. და დღეს ამ დარბაზში, როდესაც შევიკრიბეთ ის ემიგრანტები, ვინც სხვადასხვა ქვეყანაში ისევ ქართულ საქმეს ვაკეთებთ, მადლობა და მადლიერება ცოტა ნათქვამია და ალბათ სიტყვა არც არსებობს, რომ მიუძღვნათ ქალბატონ ინა აცანიძეს. მე მინდა აღნიშნოს მესამე ქალბატონი, რომელიც ალბათ ყველაზე დიდ ქართულ საქმეს აკეთებს, რომ აი ეს გუნდი უკვე მე-9 წელია შექმნა, მოგვიყვანა. მე მხოლოდ ერთს გეტყვით, სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანა. დიდი მადლობა და რა თქმა უნდა, ქალბატონ ანას დააჯილდოვებს ჩვენი სტუმარი ამერიკიდან საგადასახადო ბიზნესის და პერსონალური დეკლარაციების ექსპერტი, ქველმოქმედი ჩვენი პროექტის ყოფილი ნომინანტი ქალბატონი დალი ხოხობაშვილი. დამსწრე საზოგადოება, ძალიან დიდ მადლობას მოგეცემთ აქ მოგზაურებისთვის, ჩემი მეგობრების ნომინანტების მხარდაჭერისთვის, მადლობას მოვახსენებ ჩვენს ოფიციალურ პირებს, ქალბატონ ინა ასანიძეს და ჩვენს საპატრიარქოს, ჩვენი მხარდაჭერისთვის, ჩემი მეგობრების დაფასებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ემიგრანტები, რომლებიც უცხოეთში ვიმყოფებით და ვებრძვით ჩვენ საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ ოჯახებში, ოჯახების გადასარჩენად, ასე ვთქვათ, და ამავდროულად მაინც ყველა ინარჩუნებს იმის ქართული საქმის, ქართული სულს და ქართული საქმის გაკეთების უნარს. ასე რომ დღეს ეს ქალბატონი ძალიან დამსახურებული, სხვათა შორის მეც ვიყავი ამის დაწერილ ერთ-ერთ წიგნში 2 წლისი და რა ვიცი, ჩემო მეგობრებო, ნომინანტებო, მე 2 წლის წინ ვიყავი ამ სცენაზე როგორც ნომინანტი და გისურვებთ წარმატებებს და გისურვებთ, რომ ისევ და კვლავ ის საქმე აკეთოთ, რასაც აკეთებთ. ასე რომ დიდი მადლობა ყველას. დიდი მადლობა და აბაკეს სასიამოვნო რიტუალი დაჯილდოების აქ თქვენი აპლოდისმენტების ქვეშ რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. ეს ძალიან ლამაზი დღე იყო. კიდევ ერთხელ 1001 დარწმუნდა საქართველოს სამშობლო როგორც უფალი ერთია ქვეყანას და ყველა ქართველი, ყველა კუთხეში, ყველა ქვეყანაში ქართულ საქმეს ვაკეთებ და ეს ძაფი რაც საქართველოსთან არის დაკავშირებული გულში გვაქვს გამონასკული და ამ ძაფის საშუალებით მემსახურებით ისევ საქართველოს ყველა ქვეყნიდან. დღევანდელი დღე იყო რაღაცა სასწაულად დაუვიწყარი, პოზიტიური
და იმ ემიგრანტების დაფასება, რომლებიც გარდა იმისა, რომ თავიანთ ოჯახებზე ზრუნავენ, ასევე სხვა ქართველებზეც ზრუნავენ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხი, რომელიც საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას აწარმოებენ, ამ ხალხის დაფასება. და ყველას დიდი მადლობა, ვინც მოვიდა დღეს, ჩემს მეგობრებს, ნომინანტებს, ულოცავ დღევანდელ დღეს და გააგრძელონ ის, რასაც აკეთებენ. ბატონი ანტონ ჭღამაძე. მოგესალმებით თითოეულს ქალბატონებო, ბატონებო, პატრიცემოს საზოგადოებრივად. ჩემს დიდი პატივია მცენაზე, მოგებია ლეგენდარულ სცენაზე. Now just fresh. It's only ასოციაციობა მარტებს. მე მისას რა საჭირო კაცები უკეთესი საქმეები ვაკეთო ჩვენი ქვეყნის საკეთებიო. პირველში დიდი მადლობა მინდა მოვასწრო ქალბატონ ინა ასანიძეს სადარიშვილი მოსალზე დაპოსულებს კიდე არის. დიდი მადლობა ინა რომ თქვენი შრომ ეს ჩამოყალიბებული საზოგადოება სიტუაციას ატმოსფერო ყველა დღეს აქ შეიძლება ჩვენ არ ყოფილიყავით. მადლობა თითოეულ თქვენგანს ვინც ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ჯილდოც დამსახურებული ჯილდო იმრავალ ჯილდოთა შორის რომელიც ჯილდოებია შეემატება თქვენს ჯილდოების ღონისძიებას. დიდი მადლობა. მივესალმებით თითოეულ თქვენს მაყურებელს, მივესალმებით თითოეულ ნომინანტს, ქართველს საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ და მიულოცავ ამ შესანიშნავ დღეს, ამ ღონისძიებას, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და პასუხისმგებლობის გზნობა, უფრო მეტად მატულობს, ვინაიდან დღეს ჩვენ რაც მიღწეული გვაქვს საზღვარგარეთ, თითოეულ ჩვენ ქართველს ეს კარგია, მაგრამ ამ ღონისძიების შემდეგ ეს თითო რაღაცნაირი მუხტია, რომ მეტ პასუხისმგებლობას გზენს, რომ გაცილებით მეტი კარგი საქმეები ვაკეთოთ და ქვეყანას გაუზარდოთ, რაც შეიძლება მეტი წარმატებული ქართველი ახალგაზრდები, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ამას საჭიროებს, ჩვენი ეროვნული ტრადიციები ამას იმსახურებს. ჩვენ ვართ ის ხალხი და ის ზერი, რომელმაც გაუძლო რთულ ისტორიულ ქარტეყილებს. დღემდე შეგვინარჩუნა სარწმუნოება, დღემდე შეგვინარჩუნა ჩვენი ადაწესები და არანაირი უფლება არ აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ცოტა მცირეოდენით კიდე შევანელოთ ეს მუხტი, ვინაიდან ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა სულ ამ ვალდებულებას გვაკისრებს. ქალბატონი ლალი გიორგაძე. ქალბატონებო და ბატონებო, აქ დამსვრის საზოგადოება. უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის, თანადგომისთვის, იმ სიყვარულისთვის, რომელიც თქვენგან მოდის. ძალიან ემოციურია დღევანდელი დღე. მე ვუყურებ ყველა ნომინანტს, ჩემს ძირფას ახალ შეძენილ მეგობრებს, როგორც რეალიანი თვალებით ამოდიან აქ. ბევრი ლაპარაკი არ შემიძლია. მე ჩემი ქვეყანა 20 წლის მერე ვნახე. პირველად დიდი მადლობა ქალბატონებო, დიდი მადლობა. ბატონებელა 27 წელია ვარ ემიგრაციაში, ვარ მუსიკოსი, პროფესიით. მინდა უღრმესი მადლობა უთხრა ორგანიზატორებს, ჩვენს დიასპორას, საპატრიარქოს, ყველა იმ ადამიანს, ვის თანადგომა გაგვიწია, გვერდში დაგვიდგა და ყველა ნომინანტს მიულოცოთ დღევანდელი დღე, უამრავი წარმატება უსურვო და ყველას ვთხოვო, რომ არ ვიცი, უფრო და უფრო შეგვაძლებინოს, უფრო ვთხოვო, რომ უფრო და უფრო შეგვაძლებინოს მეტი კარგი პატრიოტული ღონისძიებების და საქმიანობის ჩატარება. მადლობა უღრმეს, ძალიან დაღლილი ვარ, ძალიან ემოციური საღამო იყო. სიტყვები აღარ მაქვს უკვე იმდენად დავიცალე ემოციებისგან და სიყვარულისგან. მიყვარხარ საქართველო და მიყვარხარ ყველა. ინა ასანიძე ისტორიაში ვარ ყოფილა ისეთ სასწაულსაფრთხეს. ჩემ სოფიოში მიმოფანტულ მარგალიტებს კრებს და ერთად წარმოუდგენს ალბინებს სამშობლოში და ერთად უჩვენებს აქ ქართლს ჩვენ თაღანი მამულებს თუ თითოეული მათგანი როგორ იწვის სამშობლოს სიყვარულის ძიებას. სამშობლოს სიყვარულის ხალხად მე წაიმდგენიანი
გულით სადაც უნდა ცხოვრობდი არ აქვს მნიშვნელობა. თავარია გულით ატარო შენი სამშობლო. თუ მისთვის არ იწვი. სხვაგვარი სიყვარულია წარმოუდგენია. მისურვებდიო ყველა დავრუნებული ყავთ მალე სამშობლოში ის მეტარი და ბედნიერი დღე გამიგაგებია. მიყვარდა. ბექა გოგინაშვილი. ასე ვთქვით, არის სპორტი და ხელოვნება ერთმანეთთან გადაწყობილი. მადლობა. მე ზოგადად სიტყვით გამოსვლისთვის არ ვარ ხოლმე საკუთრო სიმღერა მირჩევია სცენიდან. მაგრამ 2-20 წუთით მოგახსენებთ პირველ რიგში დიდ მადლობას გადაგიხდით ამის დაფასებისთვის, რაც დღეს ხდება. და მადლობა მინდა თითოეულ თქვენთაგანს გადაგიხადოთ, ვინც აი აქამდე მოსვლაში დამეხმარეთ, ბევრი ამ დარბაზშიც იმყოფება. სპორტსმენების მოყვარულია და ისურვებთ წარმატებებს და ფეხბურთში განსაკუთრებით ყველას. იმიტომ რომ ფეხბურთმა რაღაცნაირად შეერთა საქართველო და ეს იყო პირველი გახარება ცოტა რაღაცნაირად ემოციურ ჩავარდნაში. წარმატებებს გისურვებთ ყველას და ყველა ერთად. ფეხბურთში წარმატებები ჩვენი ფეხბურთელების საქმეა და ვინც ულშემარკივრები ცუდად მოიქცევიან ჩვენი სტუმრების მხრიდან, ჩვენი კარატისტები მიხედავთ. ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკი მიმართა. მისი თქმით, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება განსაკუთრებით დიასპორაში ყოფი ბავშვებისთვის არის მნიშვნელოვანი. ქართული საზოგადოება საზღვარგარეთ თუ საქართველოში როდესაც ხედავს ამ ღონისძიებას, როცა ჩვენ ერთმანეთს ვეფერებთ, ერთმანეთს თბილ სიტყვას ვეუბნებთ, მადლობას ვეუბნებთ, ჯილდოს გადავცემთ, ცოტა სწავიტირებთ, ბევრს გავიცინებთ. რასაკვირველია, ეს ყველაფერი არის დიდი სტიმული იმისათვის, რომ ქვეყანამ სლავნად ეხსებდომა გააგრძელოს ცხოვრება. განსაკუთრებული არის ჩვენი ბავშვები, მომავალი თაობა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს. და უამრავი ადამიანი მათ გარშემო, ქართველები, ქართული სულის მქონე ადამიანები, ქართული პრინციპების მქონე ადამიანები, რომლებიც მათ ქართულად აცხოვრებენ. ქართულს ასწავლიან და არა მარტო ენას, ქცევას, დამოკიდებულებას თავის ქვეყნის და საკითხების მიმართ, რომელიც დღეს ქვეყანაში აქტუალურია. როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ საქართველოში უფრო და უფრო მეტი ემიგრანტი ბრუნდება. გამორჩეული და აღმატებულნი მხოლოდ ხართ ის ადამიანები, ვინც იმყოფებით დროებით იმედია, თუმცა მე მაქვს რამდენიმე მოდელი, შეიძლება იყოს სულ მუდამ საზღვარგარეთ, მაგრამ ემსახურო შენს ქვეყანას ძლიერად, შეიძლება მიდიოდე და მოდიოდე და ამაშიც აი მშვენიერი მაგალითია ქალბატონი ინა საინძე, რომელსაც დიდი მადლობა უნდა უთხრა, რომელიც შექმნა ახალი მოდელი სრულიად საქართველოზე მზრუნველის და ქართულ ურთიერთობებზე მზრუნველის, რომელიც ფუტკარივით მუშაობს, უბრალოდ ფუტკარი მართლაც ბზუის და ქალბატონი ინა, როგორც ერთ-ერთმა ნომინანტმა თქვა, ფუსფუსებს. ეს არის ფუტკარი, რომელიც ფუსფუსებს და ესე აშენებს ამ ურთიერთობებს და
არ იქნება ზედმეტი და ხმამაღალი და პათეტიური ნათქვამი, რომ 100 წელი ამყოფოს იქ კარგად, მაგრამ 200-300 წელი მის სახელს ნამდვილად აქტიურად არ დაივიწყებს საზოგადოება იმისათვის, რასაც ამას აკეთებს აქ. და ასევე მივესალმები ადამიანებს, რომლებიც საკუთარი გააზრებული გადაწყვეტილებით აიღებენ ერთხელ და ჩაალაგებენ თავის ბარგებს და დაუბრუნდებიან თავის ოჯახებთან ერთად სამუდამოდ საქართველოში. ეს არის ჩვენთვის ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მოძრაობთ. ღონისძიების დასასრულს მოწვეულ სტუმრებს დიასპორის სახლის ხელმძღვანელმა ინა ასანიძე მიმართა. ღონისძიებას პარლამენტის წევრები, ქალაქ თბილისის მერის საკრებულოს, საპატრიარქოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წარმატებული დიასპორელების დაჯილდოების ცერემონია გასულ წელს მე-9-ად გაიმართა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ მონაწილეს ჩამოგზავნებისთვის, თითოეულ სტუმარს. მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს პარლამენტს, რომელიც ყოველწლიურად 9 წლის განმავლობაში აკეთებს ულამაზეს მიღებას და დგას ჩვენ ორგანიზაციის გვერდით. თბილისის მერია, რომელიც ყოველწლიურად აი ამ ულამაზეს დარბაზს მითხოვს თავის აი ესეთი მოწყობილობებით. თბილისის საკრებულოს ნატალია პანტალიოს, რომელიც ყოველწლიურად 3 დღით გვეპატიჟება თავის სასტუმროში, აიზში, ბოჭოში, სადაც დაუვიწყარი 3 დღე გავატარეთ. ექსკურსიებით, გიდებით და ულამაზესი იყო. ნამდვილად, აი მე ვთვლი, რომ ამ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი 3 დღე, რადგან ყველა ერთმანეთს იცნობს და უკვე იმდენი გაცვლითი პროგრამები დაგეგმეს მომავლისთვის, რომ აი ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია. მინდა ბატონ დიმიტრი ნოზაძეს გადაუხადო მასპინძლობისთვის ძალიან დიდი მადლობა ულამაზესი დღისთვის. მინდა დეკა დეველოპმენტს ამ ულამაზესი ჯილდოებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დღევანდელი საღამოს ორგანიზატორებს, განსაკუთრებით ქალბატონ ინას. იმიტომ რომ ესეთი საღამოები აუცილებელია ქართველებისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან და მინდა სათითაოდ გადაუხადო ყველა იმიგრანტს მადლობა, რომ ასე შეინახეს ქართული ტრადიციები და ქართული სული. მინდა რომ ძალიან ბევრი ესეთი საღამო იყოს, მინდა რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ ჩვენს ქვეყანაში, მინდა რომ საქართველო ქართველებთან ერთად, იმ მონატრებულ ქართველებთან ერთად, რომლებიც კილომეტრებით, 1000 კილომეტრებით არიან გადახვეწილები, ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანდეთ, ერთხელ და სამუდამოდ შევიყვანოთ ერთმანეთი და ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნდეთ ჩვენს ქვეყანას. მინდა აქედან ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, მოვეფერო, გავამხნევო
და მჯერა იმისი რომ დადგება დრო, რომ ყველა ქართველი თავის კუთხეს თავის სამშობლოს დაუბრუნდება. თქვენ უყურებდით გადაცემას მონატრების ფერები, მე მისი ავტორი და წამყვანი დავით ორაგველიძე ვარ. ეს გადაცემა მონატრების ფერების მე-6 სეზონის რიგით ბოლო გადაცემა. ჩვენ ამ გადაცემით ჩვენს ტელემაყურებელს ვემშვიდობებით და ვემზადებით ახალი მე-7 სეზონისთვის. გადაცემა მონატრების ფერები საბერძნეთის დედაქალაქ ათენში იმყოფებოდა და ბევრ საინტერესო ქართველ ემიგრანტზე მე-7 სეზონში მოგიყვებით. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი გადაცემა მონატრების ფერების მთავარ პროდიუსერს ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს, რომელიც ზრუნავს, რომ გადაცემა მონატრების ფერები იყოს ასეთი საინტერესო და შემოქმედებითი და ბევრ ქართველ ემიგრანტს მისცეს საშუალება თავისი სათქმელი თქვას. შემოგვიერთდით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოვყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი. გააქტიურეთ ზარისღილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. გადაცემა მონატრების ფერების ხილვა შესაძლებელია My Video-ზე და TikTok პლატფორმაზე. გადაცემა მონატრების ფერების მოგზაურობას მსოფლიოს მიმართულებით უზრუნველყოფს ჩვენივე ტურისტული კომპანია დაგითრეველი. დაგველოდეთ მე-7 სეზონში ჩვენ განსხვავებულ და საინტერესო გადაცემებს შემოგთავაზებთ. ეს გადაცემა მონატრების ფერებია, რომელიც ქართველ ემიგრანტებს აძლევს საშუალებას თავიანთი სათქმელი თქვან და საკუთარი ემიგრანტული ცხოვრება მოუყვნენ სხვებს. მე გემშვიდობებით მომავალ მე-7 სეზონამდე. დროებით.